საქართველოში გაჩნდა პრეცედენტი სარწმუნოების გამოდევნისა და დევნილები არიან არა რომელიმე სხვა ნომინაციების წარმომადგენლები, არამედ სწორედ მართლმადიდებლები. მამა დავით, იქნებ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ მართლმადიდებელი ახალგაზრდების სახელები და გვარები, რომლებიც დღეს სინდისის ტუსაღები არიან და თავიანთი რწმენის, თავიანთი ეკლესიის ერთგულების გამო ფიზიკურად გვემას განიცდიან. ამ გმირი ახალგაზრდა ადამიანების ლევან ჩაჩულა, ავთანდილ ზუმბაძე, დავით შალამბერიძე, ჯაბა ურჩიანი, შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ზინობის ზვიადი ლეაძე და გიორგი გაბედო. ხო, პირველი სკოლისა იმის შესახებ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, რომ ჩვენ გვყავს უკვე რწმენისთვის ორი წამით შეგაწყვეტინებთ. მე იმედს გამოთქვამ, რომ ბიჭები, რომლებიც საპყრობილეში იმყოფებიან, აქვთ საშუალება რადიო მიმღების საშუალებით მოისმინონ ჩვენი გადაცემა და მოდით პირდაპირ ეთერში მივესალმოთ მათ და სოლიდარობა გამოუცხადოთ და ჩვენი არა მხოლოდ მგელსახურების, არამედ ერისკაცების თანადგომას დაუფიქსიროთ. ყველა ქართველი ბიჭებო დღეს თქვენს გვერდით არის. თქვენ გულშემატკივრობთ და თქვენს ბედს შემონატრის. იმ ბედს, რომელიც დღეს გვემაში გამოიხატება, ხოლო რეალურად ნეტარ ხართ თქვენ სიმართლისათვის დევნილები. მამა დავით, მომიტევეთ, რომ შეგაწყვეტინეთ და გთხოვთ, რომ განვაგრძოთ. ყველა მოგესალმებით ბიჭებო, ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ. თქვენ თუ არ იქნებოდით, ალბათ ჩვენ იქნებოდით მან კიდევ სხვა ადამიანები, რადგანაც ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოდით და ერთად ვიბრძვით ჩვენი სარწმუნოების დაცვისათვის და ჩვენი სამშობლოს ინტერესებისათვის. თქვენ სწორედ ამიტომ ხართ დღეს საპყრობილეში. შესრულდა უცხო ქვეყნის, კერძოდ ამერიკის ელჩის დაკვეთა, რომელიც შეასრულა თავისუფლების ინსტიტუტმა და ადამიანები, რომლებიც არიან ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა, დღეს არიან საბატიმროში. მე მინდა გითხრათ მათ შესახებ, რომ უმრავლესობა მათგან მონაწილეობდა არაერთ უმნიშვნელოვან მოვლენებში, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან. ეს თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ამბებთან დაკავშირებით შეიძლება აღინიშნოს, როდესაც კადრებიც არსებობს ამ მათი მოღვაწეობისა გორის ჰოსპიტალში, როდესაც იქ გაქცეულები იყვნენ, იქიდან გაქცეულები იყვნენ არაერთი მაღალჩინოსანი და საზღვრებზე ასწრებდნენ ერთმანეთს, აი ეს ბიჭები საკაცეებით ექიმებს ეხმარებოდნენ და საშინელ მდგომარეობაში მყოფი დაჭრილები, არაერთი საშინლად, საზღალად გამომეტყველი დაღუპული ადამიანი გადაყავდათ საკუთარი ხელით, ზოგი საავადმყოფოს პალატებში, ზოგიერთი კიდე პროზექტურაში. მე მახსოვს პროზექტურის ხელმძღვანელის გაოგნებული სახე, რომელიც ჩაიკეცა უკვე იმდენ საშინელებას უყურებდა და ტირილი აუვარდა. აი ეს ბიჭები საკუთარი ხელით ამ ჩვენს მართლაც გმირებს, ჯარისკაცებს, რითაც შეეძლოთ ეხმარებოდნენ და ასევე ექიმებსაც. სწორედ ეს ბიჭები ასევე აწოდებდნენ პურს, წყალს, სანოვაგეს იქ მიტოვებულ, უპატრონოდ მიტოვებულ 2-3 დღის მანძილზე ექიმებსა და დაჭრილ ადამიანებს. დღეს ეს ბიჭები არიან საპატიმროში. რისთვის არიან ისინი, აი აქ პირველ რიგში ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. სწორედ აი ასეთი ქმედებების გამო, აი ესეთი გმირობების გამო, სარწმუნოების დაცვის გამო, სამშობლოს სიყვარულის გამო არიან ისინი. მე შეიძლება ასე ვთქვა, რომ შურს მათი. და ჩემი საკუთარ ხორციელი შვილიც მეტა ესეთი გმირი გაიზარდოს, როგორიც ისინი არიან.
მამა დავით ამ შეფასებისთვის და ახლა მე მინდა ამ საკითხის იურიდიულ მხარეს მივაქციო ჩვენი მსმენელის და ინტერნეტ ტელევიზიის მაყურებლის ყურადღება და ბატონ ბესარიონ ქარცივაძესთან ბიჭების ადვოკატთან გადავიდე მორიგი კითხვით. ბატონო ბესარიონ, რა იურიდიული საფუძველი არსებობდა აი ამ 8 ახალგაზრდის დაპატიმრებისათვის? კონკრეტულად მათ ჩაიდინეს თუ არა ის დანაშაული, რაშიც მათ სახელმწიფო ედავება და რა პრეცედენტები არსებობს ასეთ დანაშაულთან დაკავშირებით. ანუ რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის ის ფორმულირება დანაშაულისა, რომელიც სახელმწიფომ მათ წამოუყენა, რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ სახეზე დაზარალებული არ ყავს და არ არსებობს. გთხოვთ? პირველ ყოვლისა მე მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ, საზოგადოებო, დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობის მიღებისათვის, მოწვევისათვის. მე მადლობას ვუძღვნი მსმენელს, რომელიც თქვენი მსმენელია, როგორც რადიო, ისე ინტერნეტ ქსელით. და ასევე მე ამაყება, რომ დღეს თქვენთან ერთად გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას და ამ გადაცემაში მამების წარმოჩინდებიან, რომელთაც თავისი სიტყვა და თავისი ქმედება მხოლოდ ერთი განზომილებით არასდროს არ წარმოუდგენიათ. ისინი იმ რეალობას წარმოაჩენენ, რა რეალობაც ყველა ჩვენთაგანი სატკივარია. შეიძლება მეტი სიმამაცით, შეიძლება მეტი შეგონებით, შეიძლება მათთვის მეტად ხილვადად და ნანახად ნათქვამი სიტყვებით, მაგრამ ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის ყველაზე მთავარი იქნება ის გარემოება, რასაც ქვია ამ ნათქვამის ჩაღრმავება, აზრის, გონის და სიდიადისა, რომელსაც ქვია ფიქრი. უნდა დავფიქრდეთ, სადა ვართ, როგორ ვართ, რატომ ვართ, რა არის ჩვენი ყველაზე მთავარი ამოსავალი წერტილი, სად გვიჭირს, რატომ გვიჭირს და თუ გვიჭირს, ალბათ ისი ჩვენი ბრალია. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თქვენ ახსენეთ და აქ მამა დავითმა ბრძანა საკმაოდ დიდად წარმოდგენილი რეალობა მისალმება იმ ბიჭებისა, რომელსაც დღეს საპყრობილეში თავისი წლებით საქართველოს სახელით მიჯილი აქვს ყოფნა. მე ვფიქრობ, ეს სამართლიანი პრეცედენტი, რომ საქართველოს სახელით საქართველოს პატრიოტებს და მართლმადიდებლური სარწმუნოების გულშემატკივარ ადამიანებს აქვს სასჯელი მისჯილი. მე შემიძლია არა მარტო დაგეთანხმოთ ამ სიტყვების წარმოთქმისათვის, არამედ განვარცო ეს სიტყვები და ვთქვა, რომ როდესაც ადამიანს საქართველოს სახელით უსჯიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა თვლის მას დამნაშავედ, რომლის რეჟიმული უზრუნველყოფა საპატიმროს სანქცირებაა და ის უნდა განთავსდეს რაღაც წლებით იმისთვის, რომ გამოსწორდეს და საზოგადოებას გამოსწორებული ერთგვარად წარმოდგენითად სხვა გონება სივრციდან გამოსული რეალობით შეუდგეს მერე ცხოვრებას. ამ შემთხვევაში ეს გამორიცხულია ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მათ მხოლოდ ერთი საწყისი აქვთ გამოსასწორებელი, რასაც ქვია რატომ მოხდა ალბათ ეს. ეს არ უნდა მოხდარიყო, მე ვთვლი რომ მოხდა ის, რაც ყველაზე სამარცხვინო ფაქტია. 21 საუკუნის შვილები ვარ ჩვენ, ღვთისგან ბოძებულ ცხოვრებაში 2 საუკუნეს ვეჭიდებით, იმიტომ რომ დავიბადეთ მე-20-ში და ვაგრძელებთ 21-ში და 21-ში თუ ვინმეს დააპატირებდნენ და შესაბამისად მე მტკიცება მომინდებოდა, მე პირადად, მე ძალიან დიდი პატივი მერგო ამ ბიჭების ადვოკატად წარმოჩენაში ჩემთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა კარბატონი მანანა კობახიძე და ჩვენ გქონდა პატივი და გვაქვს პატივი, რომ ამ ბიჭების ღირსება, ამ ბიჭების სათქმელი, ამ ბიჭებთან ერთად ხმამალა განაცხადი, მაგრამ სულიერად და გონებრივად წარმოჩენილი ჩვენ და სამწუხაროდ ვამტკიცოთ. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ქრისტიანთა ქვეყანაში ვამტკიცოთ რა არის ღვთისმშობლის სიყვარული. და როდესაც ღვთისმშობელს გმობენ, როდესაც ამაზე პროტესტს აცხადებ, თურმე ეს დანაშაულია. მე ვერ წარმომიდგენია, როდესაც წამს გიგინებენ და შენ ამაზე ხმამაღლა იტყვი, რომ ეს მამანთა ხვედრია და შევაგონებ და ეუბნებიან, რომ ეს ესე არ შეიძლება და მე ამტკიცო, რომ თურმე შენ მართალი არ ყოფილხარ. მართალი იყო ის საზოგადოება, რომელსაც მიაჩნდა, რომ თურმე ესე არ ხმამაღლა არ უნდა განცხადებულიყო. ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ თქვენ ხულიგნები ხართ. და ყველაზე პარადოქსი იყო ის, რომ მათთან ბრალის მოტივაციური ნაწილი, რომელიც წარმოჩინდა და რომელზედაც შემდგომში აეგო მთელი გამოძიების ეტაპი
სასამართლო ინსტანციებში და თვითონ დავისაკითხდა ბრალეულობა იყო ის, რომ მათ ხელშეშლა განახორციელეს ჟურნალისტიკური საქმიანობის, რომელიც არ ყოფილა, ვერ იქნებოდა და ვერ შედგებოდა, იმიტომ რომ მსგავსი პრეცედენტი მათი მხრიდან არ დამდგარა და არ განხორციელებულა და მეორე, ყველაზე მარტივი გამოსავალი მათი დანაშაულობრივი ქმედებისა შეფუთვად წარმოდგენილი იყო, რომ ეს არიან ხულიგნები. ალბათ ამასაც თავისი გამართლება აქვს ახლა, როდესაც ადამიანს ხულიგანს ეძახი, შესაბამისად უნდა თქვა რა ნაწილია ამ ხულიგნობისა, რა არის ეს ხულიგნობის შემადგენელი და შესაბამისად მიზანშედეგობრივი ხულიგნობის ნაწილში როგორ წარმოისახება. მე ხმამაღალ განაცხადს ამ შემთხვევაში არ ვაკეთებ, მე ვაკეთებ იმ განაცხადს, რომელსაც ადვოკატის სიტყვა ქვია. მსგავსი მტკიცებულება, რომ ახალგაზრდმა ხულიგნობა ჩაიდგინეს სისხლის სამართლის საქმეში, მრავალტომიან საქმეში, მინდა ვთქვა, არ ყოფილა. უფრო მეტიც ბრალდება და სასამართლო გაურბოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთ რეალობას, როგორც კი საკითხი შევიდოდა იმ განზომილებაში, რომ ეს იყო მართლმადიდებული საწყისისადმი მიმართული აი ესეთი უკუღმართი მიდგომა ბრალდების მხარისა, სასამართლოც ანალოგიურად ეთანხმებოდა ბრალდებას, პროტესტის ფორმით ჩერდებოდა ყველა ის ახალი აზრის წარმოჩინება, რომელსაც ერქვა, რომ ეს არის არა სულიერებისადი და ჩვენი ზნეობის მორალის და მწამსის დაცვის სახელით მოქმედი ბიჭების აი ესე მე ვიტყვი საკმაოდ მძიმე ბრალდებით გასტუმრება საპრობილე რეჟიმში, არამედ არ ინტერესდებოდნენ, რომ რა იყო ამ სულიერების იქით. რატომ იცავდნენ ეს ბიჭები იმ მაღალი სიტყვით, რომელსაც ყველა ჩვენთაგანში შეიძლება ეს სიტყვა თავის ტონალობით არსებობს. ზოგ შეუძლია გამოხატოს, ზოგს არ შეუძლია, ზოგ შეიძლება თანადგომა გამოგიცხადოს. ამ ახალგაზრდების ხვედრი არის ის, რომ მათ არა მარტო შეუძლიათ, არამედ მათ თანადგომა შეუძლია გამოგიცხადონ და ყველა ჩვენთაგანის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები თქვეს მათ. მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ როდესაც მას ღვთისმშობელს უგინებენ, მან პროტესტი არ უნდა გამოხატოს. მე ესეთი ქრისტიანი არ მეგულება და თუ მას სხვაგვარად მაინც ტოლერანტულ აზროვნებაში სადღაც უფრო წარმოუჩენია თავის თავი, რომ იცით რა, ქართველებს არ ვკადრებს, ჩვენ უფრო ტოლერანტი ერი ვართ, მოდით გაუგოთ, შევაგონოთ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხმამაღლა განცხადებულია ეს ყველაფერი, ჩვენ მიწიერები ვართ, რეალობის ხალხი ვართ, ჩვენ ისტორიის შვილები ვართ და ისტორია განჯდის. მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, რომ ყველა პროცესი იყო ერთგვარი მხილება იმისა, რასაც ქვია, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს. და ის რაც გაკეთდა, ალბათ ეს იყო წინაპირობა შემდგომში, როდესაც ქვეყანამ სხვა კურსი აიღო და შესაბამისად აი აქ არაერთი მაგალითი განცხადდა მამების მიერ, რომ დაიწყო მშენებლობები და აღმშენებლობები. მე მაგალითად მშენებლობა და აღმშენებლობას მივესალმებ, იმიტომ რომ ეს არის გონიერების საწყისი. როცა ადამიანი აშენებს, მას შეუძლია აშენოს და ეს მისი საწყისია, მას შეუძლია შენება. მაგრამ მთავარია, რას აშენებს და რისთვის აშენებს და რატომ გირთყავს ეს შენება. და რა არის ეს ყველაზე მძიმე? მე ვფიქრობ, რომ უნდა დავფიქრდეთ. მე ხაზ გაუსმევ ერთ გარემოებას, რომ როდესაც ამ ახალგაზრდებს საქართველოს სახელით მიესაჯათ და მათ 4 წელი და 6 თვე მიესაჯათ და ეს იყო მძიმე გამოცდის პერიოდი. მაისურაძეს გული დაუმატეს კიდეც. რატი მაისურაძეს არ დამატებია, იქ იყო ავთანდელ ზუმბაძე, რატი მაისურაძე უკაცრავად, რატი მაისურაძე ავთანდელ ზუმბაძე. ამ ორ ახალგაზრდას დაემატა ეპიზოდის ნაწილი, რომელსაც წინსწრებად არანაირი ფაქტობრივი რეალობა არ ქონდა. ანუ დაემატა ის რეალობა, რომელიც არ ყოფილა. და მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, რომ როდესაც ამ ახალგაზრდებს საქართველოს სახელით მიესაჯათ, იქნება აქვე დავასახელოთ, ვინ იყო მათი მოსამართლე და ვინ დაიდო კისრად ის ცოდვა, რასაც ცილისწამების დაკანონება ქვია სახელად. პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო ინსტანციის გახდათ მილერი ხარებავა. შესაბამისად აპელაციურ რეჟიმში ეს განიხილა ხოლუაშვილი, თეთრუაშვილი და ჩემია. რაც შეეხება კასაციას, ალბათ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს ამ ადამიანთა სახელები. მათ ვიდრე უფლის წინაშე მოუწევთ წარდგომა, მალამდე ალბათ ხალხის საზოგადოების ერის წინაშე მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ რისთვის უსჯიდენ სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის თავდადებულ ბიჭებს
ასეთ სასჯელებს. მე არაერთხელ მithქვამს თქვენთვისაც პირადად თქვენთან გადაცემაში სტუმრის სტატუსით ყოფნისაც და მე ეს მაგალითი მიმაჩნია სული სიძლიერის მაგალითი და მე მას ყოველთვის აღნიშნავ, სადაც შემეძლება ვთქვა ამ ბიჭების მოსაფერებელი სიტყვაც, მათი სულიერი სიმხნევის სათქმელიც და მათი ოჯახიშვილობის, მათი ოჯახში კულტის, რასაც ქვია სნეობის და მორალის კულტის რეალობა, ის რაც მათ ეკლესიაში დგომით ისწავლეს, მამებთან ურთიერთობის ისწავლეს, რაც სულიერად მათ შემდგომში შინაგანად გაითავისეს და მე მინდა ორი მაგალითი ვთქვა, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება თუ რას ძლიერის ხალხია ეს ახალგაზრდები. როდესაც მათ ბატონი მილერი ხარებავა განაჩენს უცხადებდა და შესაბამისად დაიწყო განაჩენის გამოცხადება, თითოეული მათგანი მოგეხსენებათ ფეხზე დგომით ხვდებოდა ამ განაჩენის ხვედრს, მაგრამ ამ განაჩენის ხვედრის მიღმა მათ ყველაზე მთავარი და რეალური საწყისი აირჩიეს. ისინი გალობით შეხვდნენ, მათ იგალობეს და შესაბამისად წარმოიდგინეთ, რომ შეხვდეს განსაცდელს ყველა მართლმადიდებელი. მე პრეცედენტი ეს იყო უმძიმესი წუთები ჩემს ადვოკატურ პრაქტიკაში. როდესაც დარბაზი დაატოვებინეს საზოგადოებას, რომელიც სასამართლოს ესწრებოდა, აქ წარმოდგენილი მამები თითოეული მათგანი სასამართლოს არც ერთ სხდომას არ გამოკლებია, ისინი შეიძლება მე ახლა კადნიერებ, როდესაც ამას ვამბობ, მაგრამ ეს იყო პრეცედენტი, როდესაც დარბაზში შემოდიოდნენ პატიმრები და მამები დგებოდნენ და თავს უხვრიდნენ. ეს წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა და საზოგადოება შეჩვეული რომ სასამართლოს ხვდები ფეხზე ადგომით, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეცედენტული რეალობა იყო, როდესაც მამები ხვდებოდნენ მათ სულიერ შვილებს აი ესეთი შეაღმართებული და ასეთივე თავდახრილი მისალმება იყო ამ ბიჭებისა, მამებისა და საზოგადოების მიმართ და მე მინდა ხაზი გაუსვათ გარემოებას, რომ როდესაც ეს ახალგაზრდები გალობდნენ, დარბაზიდან ყველა გაიყვანეს. დარბაზში დავრჩით, რამდენადაც პარადოქსი არ უნდა იყოს, 8 განსაჯელი ამ შემთხვევაში უკვე, როდესაც მათ უცხადებდნენ შესაბამის საქართველოს სახელით მიზის ვერდიქტს, 2 ადვოკატი, მე და ქალბატონი მანანა კობახიძე და დარბაზის სავსე იყო მანდატურებით. და უნდა გენახათ ამ მანდატურების სახე, თვითონ იმ სპეცნაზის თანამშრომელთა სახე, თვითონ ბადრაგირების სამსახურის ახალგაზრდა ბიჭების სახე, როდესაც ისინი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაოგნებულები, წარმოუდგენლად ემოციის ქვეშ ყოფნი იყვნენ, როდესაც 8 ახალგაზრდა გალობით ხვდებოდა განაჩენს. და ეს იყო არა 1 წუთიანი და 2 წუთიანი გალობა, ეს დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, 15-20 წუთი და ეს იყო მე ვფიქრობ პირველი და შეიძლება მე ვისწრებდი უკანასკნელი, იმიტომ რომ ასეთი დევნა არ უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ პრეცედენტი იყო რეალობის, რომ ასე სულიერად ამოღლებულები შეხვდნენ ახალგაზრდები მათ ხვედრს. მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდი გამოძახილი იყო, როდესაც ამ ახალგაზრდებს მეორე დღეს მერვე დაწესებულებაში, გლდანში პატრიარქი, ამ წარმოდგენილი მამები მიბრძანდნენ და ეს ახალგაზრდები უკვე ნახეს განთავსების ადგილას. ეს იყო წარმოუდგენელი რამ. არა იმიტომ რომ პატრიარქს არ ქონია არაერთი ასეთი მცდელობა პატიმრებთან შეხვედრისა და ასე შემდეგ, არამედ ეს იყო ერთგვარი ჟესტი პოზიციის, რომ მავანმა გაიგოს. მე მინდა ვთქვა, რომ პატრიარქის შესაბამისი და არა რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების თხოვნა იყო სასამართლოს მიმართ, რომ არ მომხდარიყო მათი დარჩა, მათ შორის პატრიარქის, მაგრამ ეს ყველაფერი უგულებელყოფილი იყო. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, ვის და რას უგულებელყოფთ, რას ვერ ვიგებთ და რატომ ვერ ვიგებთ, მაგრამ თავარი ერთია, რომ აი მამე დავითის სიტყვები, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი სიტყვები იყო, რომ ამ ბიჭების ხვედრი შეიძლება 10 ადამიანში ან 100 ადამიანში გაუგებრად იყოს წარმოდგენილი, რომ სულიერება უნდა იყოს შენში ძლიერი, რომ ეს ნაბიჯი გადადგა,
და შესაბამისად შეგონებით იცხოვრო, რომელსაც ქვია შენი მართლმადიდებლური წამსი. ბატონო მესო, მე კვლავ დაუბრუნდები თქვენთან საუბარს. მანამდე მე მინდა მამა დავით ისაკაძეს ვკითხო. მამა დავითმა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა გააჟღერა ახლა, აი ამ გადაცემაში და პრაქტიკულად ბრალი დასდო ამერიკის საელჩოს ბიჭების დაპატიმრების მოწოდებაში. ხელისუფლების მიმართ. მამა დავით, საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია არ არის დამალული და ცნობილია, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ ჩვენ შევახსენოთ საზოგადოებას კონკრეტულად რამ შეაშფოთა და აღაშფოთა ამერიკის საელჩო და რატომ ხდება რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართული სასამართლო რატომღაც ასრულებს ამერიკის საელჩოს ნებასურულს და არ არის დამოუკიდებელი, როგორც ეს კანონმდებლობაში და საქართველოს კონსტიტუციაში არის დაფიქსირებული და როგორც უნდა იყოს ქართული სასამართლო. გთხოვთ, მამა დავით. თვითონ ვკითხოთ, რატო ასრულებენ მათ დაკვეთებს, მაგრამ რაც შეეხება ამერიკის საელჩოს, მან გააკეთა განცხადება კავკასიის ინციდენტთან დაკავშირებით 2 დღის შემდეგ, რომ სასწრაფოდ გამოიკვლიეთ და დამნაშავედ დაისაჯოს. ვითაც მოუწოდა პრაქტიკულად ჯერ ეს ერთი მე მაინტერესებს, რატომ ერევა ელჩი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა ცხოვრებაში. ჯონ ბასი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, სასამართლო, გვაქვს ყველაფერი, საშუალება, რაც ეხება სამართალს. ვინ კითხავს ელჩს, რომ იგი ერევა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, თუნდაც ასეთ ფაქტთან დაკავშირებით. შემდეგ მე მომიტევეთ, ამითი მე მგონი გამოჩნდა, რომ არა მხოლოდ სასამართლო არ არის საქართველოში დამოუკიდებელი, არამედ თვით საქართველოც არ არის დამოუკიდებელი. როდესაც ელჩი მოუწოდებს ჯერ ქვეყნის ხელისუფლებას და შემდეგ იმ ქვეყნის სასამართლოს რაღაც კონკრეტული განაჩენის გამოტანისკენ. არ ვიცი, თუ ვინმეს გონია, რომ საქართველო თავისუფალია, ეს ბროდ სატირალი რომ არა, სასაცილო ამბავი უნდა. მე მომიტევეთ, რომ შეგაწყვეტინეთ, გააგრძელეთ თუ შეიძლება. ხო, ხა რა შეეხება ამ საკითხს? სწორედ იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებითაც. ასეთი დაჩქარებული ტემპით მიღებული ეს კანონი, რომელიც როგორც შემდეგში გააჟღერეს ხელისუფლების ყველა საერთაშორისო წარმომადგენლებმა, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ შევიდეთ ევროკავშირში, აი ესეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და კიდევ სხვა კანონ პროექტები მზადდება, რომ ვიცოდეთ და ეს გაჟღერებულიც არის სხვადასხვა ენებთან დაკავშირებით რეგიონალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კონვენციაზეა საუბარი. ასევე კანონი ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. აი ეს ყველაფერი არის ევროსაბჭოს და ევროკავშირის მოთხოვნები. რა ვქნათ, ასეთი კანონებიც მივიღოთ და შევეგუოთ ამას? საიდან მოდის ეს ყველაფერი? არც მალავა. ევროკავშირის დაკვეთა. ანუ ჩვენ მოდი მივიღოთ ის, რაც კარგია, რაც ნორმალურია, რაც ჯანსაღია, რაც კარგსაც თავაზობს და ის რაც ჩვენ ქვეყანას გამოადგება და ჩვენს სარწმუნოებას შეფერის და შეშმენის და ჩვენს მენტალიტეტს. აი ის მივიღოთ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თვითონ ამბობენ ამას, რომ ეს არის დაკვეთა. ასეთი საკითხების გაჟღერება და შემდეგ კანონებად ქცევა, ეს არის დაკვეთა. თვითონ არ მალავენ ეს. დიდი მადლობა. მე ბატონ ბესოს მინდა ვთხოვო იურიდიული შეფასება გააგრძელოს აი ამ საკითხისა და ზუსტად იურიდიული თვალსაზრისით შეაფასოს ჯონ ბასის მიმართვა საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მე შემიძლია ერთი რამ განვაცხადო, რომ ყველა ჩვენთანაც გარკვეული განათლების ცენზი გვაქვს. მეტნაკლებად შეიძლება დიპლომატიური ხედვა, დიპლომატიური ეტიკეტი და ასე შემდეგ მისაღებითო მიუღებელი განაცხადი არსებობდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, მამა დავითის აზრს დავეთანხმები, რომ ალბათ ყველაზე მთავარი არის ის, შენ რას ფიქრობ შენ ქვეყანაში და შენ როგორ ფიქრობ შენ ქვეყანაში. და რა ის, როდესაც გეუბნებია, რომ ქვეყანა თურმე შესაბამისად შეიძლება სხვისი აზრით იმართოს და პროცესები შეიძლება სხვისი აზრით წარმოჩინდეს. მე აქვე თქვენის ნებართვით ერთ თემას ავწევდეს რამდენიმე წუთიანს,
მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, რომ საპრობილებში, ანუ დაწესებულებებში, სადაც პატიმრები არიან განთავსებული, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას და მე ვფიქრობ სულიერების საწყისით უდიდეს სამუშაოს, ანუ თვითონ იმ რეალობას, რასაც ქვია ურთიერთობა წამსისა და ხედვისა და შენი იდეოლოგიის, ანუ ქრისტიანობის წარმოდგენისა, ეს არის პატიმრებსა და მამებს შორის ურთიერთობა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აქ დამცრე მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მე არაერთი მათგანი მინახავს საპრობილეს კართან მდგომი, როდესაც საათობით ელოდება თავის სულიერ შვილებთან შეხვედრას და მე ვიცი ჩემი პატიმრებისგან, როდესაც ისინი ამ შეხვედრებს რა სულიერებით, რა მოლოდინით, რა ამაღლებული გზნობით და შესაბამისი გათავისებით ელოდებიან. მე თავგვარ ამისი გამომწვევი ჩემს თავზე და სხვათა შორის მამოები, რომლებიც დღეს ჩემთან სტუმრად იმყოფებიან, მათთვის აღსანება ჩამიბარებია და უზიარებულ ვარ კიდეც და ამისთვის მე მინდა დიდი მადლობა უთხრა მათ აქვე, იმიტომ რომ სულიერი საზდო, რომელიც მათ საპატიმროში ჩემი უკანონო პატიმრობის დროს მომცეს, გახდა ჩემი სულიერი ძლიერების საფუძველი, რამაც წარმატებით დამაძლევინა მე ცხოვრების მიმართ ეს გამოსტა. და საზოგადოებრივ მე მინდა თქვენი აზრის გაგრძელება რაღაცნაირად რაკუსულად წარმოაჩინო და ალბათ ყველაფერი არის ამ სიტყვებით ნათქვამი. იქ სადაც ადამიანს უჭირს, იქ სადაც ადამიანი თავის სულიერებას, თავის ოთხ კედელში გამოკეტილი რეალობით, ხომ, ჩაკეტილად წარმოდგენილია და უჭირს და არ იცის რა, როგორ და რანაირად ამ დროს მასთან მამები თავისი შეკონებით, თავისი მოძღვრობით, თავისი აი ესეთი ურთიერთობებით, აი ამ ძიმეწუთებიდან გამოყავს. შესაბამისად, საფრთხეს აზროვნებისას ანეიტრალებენ და მათ ქრისტიანულ საწყისში იმ პატარა საწყის და სადიადეს უდიადებენ, რომელსაც ქვია გონება და აზროვნება, ეს ყველაზე დიდი მცნება. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასანახი და დანარჩენს ყველაფერს ეშველება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბესო, მე მანიშნებენ რომ ჩვენი გადაცემის დასრულებამდე ძალიან ცოტად რო დარჩა და მე მინდა ჩემს სტუმრებს, მამაოებს თითოეულს მივცენ დაახლოებით 9 წუთი დრო მაინც იმისთვის რომ თავის მრევლს, იგივე პატიმრებს, იგივე ჩვენს ბიჭებს მართლმადიდებლობისთვის დევნილ 8 ახალგაზრდას მოკლედ მიმართონ და გაამხნევონ ისინი. მამა დავით ქლუიძეს მიმართავ პირველ რიგში, მას დაუთმობ სიტყვას, ვთხოვთ მამა დავით. ხშირად მიწევს მათთან ურთიერთობა და საჯაროდ რა უნდა ღმერთმა დაალოცოთ და ღმერთმა აკურთხო. უბრალოდ როდესაც მე ადამიანი ვარ ჩვეულებრივი და როდესაც მარტოჩები ხოლმე ჩემთან თოფიქრობ აი ეს როგორ იქნება, რანაირად იქნება, ახსენდება რომ ლევან ჩაჩურის 4 შვილი ხოს. მე 4 შვილი გავუშტავ ციხეში და ეს კაცი რომ ახსენდება თავისი ფიქრებით, თავისი აზრებით, აი ჩემი პრობლემები მოვეწყდებოდა სირცხვილია უკვე ამის შემდეგ ჩემ პრობლემებზე ვილაპარაკო. ეს კაცი და მისი მოქცევა ჩემთვის არის დიდი სულიერი ძალების მოცემი რა. უბრალოდ სირცხვილია 4 შვილის მამის გვერდით შენი თავი, შენი პრობლემები დაახერა. ღმერთმა დაალოცოს, ღმერთმა აკურთხოს და ის ჩემთვის მაგალითია და ალბათ სხვებისთვისაც რა. მისი მოთმინება და ესეთი შემართება ღმერთმა აკურთხოს. ეხლა ამას მაგას პირში არ ვეთქვა და ალბათ ეს ესე გადავწყვიტე ეხლა რა. ღმერთმა დაალოცოს და აკურთხოს. მამა არჩილ გთხოვთ. მამა არჩილ თითუაშვილი. ესე იგი დღეს ვფიქრობდი რატომ მოვდიოდი აქ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი მხრიდან ის იყო, ხომ მე სოფელში მსახურობ. მცირეა მოსახლეობა და აქედან გამომდინარე ჩემი სიტყვის მიწვდენა ვთქვათ ფართო საზოგადოებისთვის ძალიან ძნელია და აი მინდოდა რომ ჩემი აქ ყოფნით, ხლა მრავალსიტყვობით არც გამორჩეულ ვარ, მინდოდა რომ გამოჩნდებოდი აქ ამით დამეფიქსირებინა ის რომ მეც მათნაირი ვარ. ერთი რამე მინდა რომ ვთქვა რომ ხანდახან დროის განმავლობაში რაღაც სიტყვებს მნიშვნელობა ეცვლება ხოლმე და სხვანაირად ესმით ადამიანებს და მე ესე ვიტყოდი თუ დღეს ის აქციელი რომელიც ამ ბიჭებმა ჩაიდინეს იმას ქვია ხულიგნობა, მაშინ მეც მათნაირი ხულიგანი ვარ. მე ესე ვფიქრობ და ალბათ ყველანი ხულიგნები ყოფილვართ ჩვენ. თუ იმას რასაც ისინი აკეთებენ ხულიგნობა ქვია, მაშინ მე პირადადაც ხულიგანი ყოფილვარ, იმიტომ რომ
მამა დავითმა აღნიშნა და მეც გავიმეორებ, თითოეული ჩვენთაგანი ვინც აგვზივართ, მათ გვერდზე ვიდექით ყოველთვის და იმ საქმეს ვემსახურებოდით, რასაც ეს ბიჭები ემსახურებოდნენ. ამიტომ მე მოუწოდებდი ყველას, თქვენ თქვით რომ მოსახლეობასაც, ყველას ვეტყოდი მე, თუ ის ხულიგნობაა, რასაც ეს ბიჭები აკეთებდნენ, მაშინ ჩვენც ხულიგნები უნდა გავხდეთ. და ალბათ მე მიხვდება ეს მავანი, ვინც ამას რომ ხულიგნები მომრავლდნენ ქვეყანაში. ხო, თურმე ეს ხულიგნობა არ ყოფილა რა, რაც ფილმში იყო ხო რაღაცაში ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი გაყავდაო უნანიებაში. აი მე მგონი ეს უნდა გავიმეოროთ ჩვენც ალბათ. მამა დავით ლასურაშვილს თხოვდი ასევე შეფასებას და მოკლედ მიემართა ბრევლისთვის. საერთოდ ყველა საკუთარი გადასახედიდან აფასებს ხოლმე სხვა ადამიანებს საკუთარი პრიზმიდან წყვეტს ყველაფერს და ადამიანები რომლებიც ამ ბიჭებს ხულიგნებს ეძახიან, ისინი საკუთარი გადასახედიდან როგორიც თუნ არიან სხვების ასეთები გვანდიათ იმ ადამიანებს რა. მიუხედავად იმისა, ისინი ტერმინოლოგიურად როგორ წარმოაჩენენ საკუთარ პოზიციებს, ისინი მე თუ მკითხავთ ყოველგვარ მორალურ უფლებას მოკლებულნი არიან, იყვნენ ისინი როგორათაც წარმოაჩენენ საკუთარ თავს, მეტრი და საზომი ამ საზოგადოების და მათ საზომზე უნდა აეწყოს მთელი საზოგადოება. ეს არის სირცხვილი. ადამიანები, რომლებსაც არანაირი ღირებულება და ფასეულება არ გააჩნია და ბევრ მათგანს განათლებაც კი არ აქვს მიღებული. დღეს ზოგი მათგანი, დღეს აი მამა დავითმა ახსენა თავისუფლების ინსტიტუტს ჭალებში ამშვენებს და ეს დამშვენებული თავისუფლების ინსტიტუტი კიდევ ქვეყანას ანგრევს. რაც შეეხება ამ ბიჭებს, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ, არიან და ჩვენ გვინდა რომ კიდევ იყვნენ. იქნებიან და ბიჭები საკმაოდ შემართებით არიან, ჩვენ ხშირად გვიწევს მათი ნახვა, იმას 2 დღის წინ მომიწია ლევანის და დავითის ნახვა და სხვებთანაც ხშირად ისინი მე-17 დასაბულებაში ჩემგანაც ისინი აქეთ გვახსნებენ ხოლმე ჩვენ. იმათ იკითხონ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, დაგეგმა, ასე ვთქვათ, რაღაც გეგმა დაწერა და განახორციელა. და მინდა რომ გამგება გაიგოს ის ადამიანები ხარებავა იქნება თუ ჩემია მოსამართლეები, ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ, გამომძიებლები, პროკურორები, მათ ეს სახელი უბრალოდ ქვიათ, თორე ხა ისინი არიან უბრალოდ დირექტივის შემსრულებლები და უბრალოდ საცოდავი ადამიანები არიან ისინი. ღმერთმა ეს ადამიანები დალოცოს და ვიდრე მათზე საკმაოდ მძიმე განსაცდელი დაეშვებოდეს, მანამდე მოვიდნენ გონს. დიდი მადლობა. მამა დავით ნოზაძეს ვთხოვ თუ შეიძლება დააფიქსიროს ასევე თავისი მიმართვა და გამხნევება ჩვენი ბიჭების მისამართით. ერთმა დალოცოს და აკურთხოს ეს ადამიანები და მე ესე ვიტყვი რომ დღეს თუ რამის გაგვიცავს ღმერთი, ერთ-ერთი ის არის რომ ამ ადამიანებმა სიმართლე თქვეს. და მთელი ერი რომ დუნდა ამ ყველაფერზე, როდესაც ყველაზე სათაყვანებელი ვინც ხოს იმას განზავდნენ, ამათმა ამხილეს, შეაგონეს. და მადლობა ღმერთს რომ ეს ყველაფერი შეძლეს. ესე ცხოვრობენ. ერთმა მათი ოჯახის წევრებიც გააძლიეროს, თორე ძალიან ძნელია რომ ხედავ შენი ახლობელი შენ გვერდზე აღარ არის და საპატიმროშია. და საოცარი ის არის რომ ყველა ეს ადამიანები მათ გარშემო ვინც არიან, ღმერთს ადიდებენ ამისგან. და ეს რატო ხდება? იმიტომ რომ ამ ქმედებას მადლი აქვს და მადლი სადაც არის, იქ არის სიხარულეც. დიდი მადლობა მამა დავით. მე მინდა მამა დავით ისაკაძეს ვთხოვო შემაჯამებელი სიტყვა გითხრას და დაიწყოს იმით, რომ ჩემთან პრივატულ საუბარში და ინტერვიუშიც მამა დავით მე მახსოვს, რომ ამ ბიჭებს, ამ 8 ახალგაზრდას თქვენ თანამედროვე მართლმადიდებელი აღსარებლები უწოდეთ. ვთხოვთ მიმართეთ აი ჩვენს თანამედროვე გმირებს, სარწმუნოებისთვის თანამედროვე დევნილებს და ტანჯულებს. უპირველეს ყოვლისა კვლავ და კვლავ საოცარი გრძნობა, მეუფლება
როგორც მათთან შეხვედრისას, ასევე თუნდაც აეხლა ამ მომენტში, როდესაც მათ მიმართავ. ერთის მხრივ სიხარულის, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდზე დღეს არსებობენ, თუნდაც საპატიმროში. და მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ როდესაც მათ შორდებით, გამოვდივართ საპატიმროდან, ორივე მხარეს, მათაც და ჩვენც გული გვტკივა, რომ შორდებით ერთმანეთს რაღაც მომენტით. არის ეს გრძნობა, ეს განცდა, უნებრივია. მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი დედა ეკლესია. ისინი ლოცულობენ ჩვენთვის, ჩვენ მათთვის ლოცულობთ. ჩვენ მაინც სულიერად ერთად ვართ. მე მინდა გისურვოთ უპირველეს ყოვლისა არა მარტო მიწიერი თავისუფლება, არამედ უპირველეს ყოვლისა მინდა გისურვოთ სული სხონება, სულიერი განთავისუფლება და სათასასუფეველის დამკვიდრება. თქვენ იცოდეთ, რომ უამრავი ადამიანი არის თქვენს გვერდით. შეიძლება თქვენ ამას ვერ გრძნობთ ახლა, მაგრამ საზოგადოებამ უკვე გაიგო და გაითავისა, რომ თქვენ სარწმუნოებისათვის დევნილები ხართ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ინტერნეტ ტელევიზიის მაყურებელს და რადიო მსმენელებს კი მე შევახსენებ, რომ ეთერში იყო მედია კავშირი ობიექტივი და ჩვენ ფრიად მნიშვნელოვან თემებზე საუბრობდით ჩვენი მსმენელის და მაყურებლის წინაშე. ჩვენ განვიხილეთ სინოდის მისამართით ქართველი მღვდელმსახურების მიერ გაკეთებული მიმართვა, სადაც დაგმობილი იყო პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და იქ იყო დაფიქსირებული მოწოდება სინოდის მისამართით, რათა დაგმობილი იყო ოფიციალურად პარლამენტის მიერ მიღებული ეს კანონი. და ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ მართლმადიდებელ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებმაც თავიანთი სარწმუნოებისთვის ტანჯვით ქართულ ერს, მორწმუნეებს და მამულიშვილებს საუკეთესო მაგალითი მისცენ და უკვე დარჩნენ ისტორიაში. სტუდიაში თქვენთვის მუშაობდა ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ზაზა დავითაია. ჩემს სტუმრებს, მამაოებს ვთხოვთ, დამლოცონ მეც, დალოცონ მართლმადიდებლობისთვის ყველა დევნილი და გულშემატკივარი და დალოცონ სრულიად საქართველო. დიდი მადლობა. მადლობა ჩემს სტუმრებს, მადლობა მსმენელებს და მაყურებლებს. კარგად ზანდებოდით.